აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების იმ კურსდამთავრებულებს შეხვდა, რომლებიც 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ეს დღე მიულოცეს სტუდენტებს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ძალიან გვაინტერესებდა თავისთავად ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა, ჩვენ ეს კომუნიკაცია უფრო ხშირი უნდა გავხადოთ, რამე თუ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ამბობენ ესენი, მათი პირადი განწყობა, შეგრძნება, ტოლვა იმ კუთხისადმი, საიდანაც არიან, დამოკიდებულება ხვალინდელი დღისადმი, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში, მათი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, რომელთაც ისინი ცხოვრობენ და ჩვენ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ მათ. ყველაზე მეტად რაც ალბათ აღელვებს და ცოტა ემოციურადაც რაღაცა სხვა განწყობაზე გვაყენებს, ეს არის რომ იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან 190 აბიტურიენტიდან 91 გახდა სტუდენტი. აქედან 8-მ მოიპოვა გრანტი 50%-იანი. ის დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეც ვარ რიგითის სტუდენტი და ეს ეტაპი სტუდენტობა არის ის, რომელიც ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც იწყებს ცხოვრებაში რაღაცა მწვერვალებისკენ სწრაფვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობას და მინდა მიულოცო მთელ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ.